ტელეკომპანია ფორმულადან ვარ და რადგან კითხვებს არ პასუხობთ ჩვენს მედიას, იქნებ გვიპასუხოთ რამდენიმე რატომ უნდა გიპასუხოთ? აი მშობლების დაგროვილ კითხვებს დაგისვამთ განათლების რეფორმასთან მიმართებით. თუ მშობლების დაგროვილ კითხვებს აი თუ ჩვენი კითხვებს პატივს არსებთ მაქვს შეხვედრა მშობლებთან, მასწავლებლებთან. აი რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. არა, ყველა დამისვოთ, მე თქვენ არ გეთანამშრომლებთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაღიარებთ. აი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებთ. რადგან ოცნების განათლების მინისტრი მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიასთან წინასწარ შეთანხმებულ საკითხებზე რეაგირებს და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს პატივს არსებობს აბიტურიენტების, მოსწავლეებისა და სტუდენტების მშობლების დაგროვილი კითხვების დასმა შევთავაზეთ. რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერული კვლევა განათლების რეფორმის რამდენიმე საათში დამტკიცების პირობებში? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მაგვიანდება და თქვენთვის დროის ხარჯვას არ ვაპირებ. გივი მიქანაძე შაბათის ფორმულასთან ამბობს, რომ მშობლების განსაცდელებსა და განათლების სფეროში დაგროვილ პრობლემებს იცნობს და საეჭვო და სადავო რეფორმაც ამიტომაა საჭირო. რატომ სწავლობენ მაშინ საჯარო სკოლების ნაცვლად ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის შვილები კერძო სკოლებში? იცნობთ თუ არა იმ პრობლემებს, რომლებიც აქვთ კერძო სკოლების მიღმა? ყველაფერს ვიცნობ და ზუსტად მაგიტომ დავაანონსეთ 8 გამოწვევა, რომელსაც გადავწყვეტ თავისუფლად. აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მოსწავლეების მშობლების პერსპექტივიდან, ვისაც ეს კაცი ნამდვილად არ უსმენს, განათლების რეფორმა და საგანმანათლებლო ცხოვრება ასე გამოიყურება. მეშინია იმის, რომ აი ამ რეფორმით ჩვენი შვილების ხმაც რო გაიზრდებიან არ გაისმება. მეშინია იმის, რომ მათ კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობა არ ექნება სკოლაში. მშობლები ხო ვართ დანერვოზებულები უკვე. და უკვე ბავშვებზე დაიწყო ეს. ანუ ის ადამიანი, ვინც ახლა არის მე-11 კლასში, მე-10 კლასში, მე-12 კლასში, ნიუსებს არ უნდა ხსნიდეს შიშით. რომ ვაიმე დღეს რა გადაწყვეტილება მიიღეს ჩემ შესახებ, ჩემგან დამოუკიდებლად და როგორ ამუყირავდება ყველაფერი. მე მაინტერესებს, რატომ არ დაყავთ თავიანთი შვილები საჯარო სკოლებში, მაგალითად პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლებს. მე მაინტერესებს 13 წელია უკვე ესენი ხელისუფლებაში არიან და რატო ვერ მოხერხდა, რომ სკოლებში ტუალეტები იყოს სუფთა. როგორ მოხდა და რატომ ხდება, რომ ჩვენ შვილებს შია, კვებაზე არავინ არ ლაპარაკობს, მინიმუმ წასახებსებელზე მაინც. სახელმწიფო მოხელეები ერევიან ჩემი ბავშვის არჩევანის ნებაში, რომლის უფლებასაც მე თვითონ არ ვაძლევ ჩემ თავს. მე თვითონ არ მიუთითებ ჩემ ბავშვს, სად ისწავლოს, როგორ ისწავლოს. საშინელება ეს განათლების დეფორმა და არა რეფორმა. იმიტომ რომ აი არ ვიცი, ალბათ კატასტროფული შედეგების წინაშე აღმოჩნდებით შემდეგი სემესტრიდან და შემდეგი წლიდან. ამ მთავრობის მიერ არც ერთი მიღებული კანონი არ იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის კარგი. მეც რეგიონიდან ვარ. ისეთი ხელფასებია, რომ რეალურად არ ვიცი, ქირაშიც ძლივს ყოფნის. სამსახურების შეყვავნა სტუდენტებისთვის ძალიან რთულია. მე მყავს არის ყოფა. ორივე აბიტურიენტია? აი არ ვიცი, მე 11 კლასში არიან. და არიან აბიტურიენტები თუ მოუწევენ აბიტურიენტები ეს ვერ გავიგეთ. გაგვაცნობთ? რა გაცნობ? რა ქვიათ? დავითი და ელისაბედი. პირველად შემეშინდა, რომ შეიძლება ჩემო შვილებმა ვერ ჩააბარონ უნივერსიტეტში. ქაოტური რეფორმა ყველაზე მეტ საფრთხეს მაღალი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უქმნის. დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს ყველაზე მეტი ქაოსი მათთვის მოაქვს, ვინც სკოლას ამთავრებს და სტუდენტი უნდა გახდეს. ჯერ მაგ გაწყვეტილი თუ საზღვარგარეთ მივდივარ, ან თუ აქვჩები. მაგრამ რაც უფრო შორს მიდის ეს რეფორმა, რომ უფრო მგონია რომ წავალ საზღვარგარეთ, იმიტომ რომ აქ უფრო ცუდად და ცუდად მიდის საქმეები. ქვეყანაში როცა ავტორიტარული რეჟიმი მოდის, აქედან გარბის ბევრი ჭკვიანი ადამიანი და მე მგონი ეს მოხდება საქართველოში ზუსტად იგივე. ყველაზე დიდი შიში მოდის იქიდან, რომ ან რეალურად არავინ არ არის რა ხდება. ყველაზე დიდი იყო ეს მაგალითად როცა პირველად რო გამოცხადდა და ახლა არ ვიცით რა ხდებოდა როგორ ხდება და ძალიან პანიკა იყო ყველასთან მართლა რომ ეს ჩვენ გვეხება ეს 11 კლასი, არ გვეხება ეს 11 კლასი. ცვლილებების მიხედვით უმაღლესი სასწავლებლების შენობების ნაწილი, მით უმეტეს ქალაქის ცენტრში, როგორც ჩანს, პირდაპირ ბიზნეს ინტერესს წარმოადგენს და საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაცვლად მივიღებთ ახალ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებს და სასტუმროებს. განათლება არ იყიდება. ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელ საქართველოში განათლება არ იყიდება. აი მე როცა დამაკავეს ერთ-ერთი მანდატური, ცოტა ცინიკურად მეუბნეოდა, რომ იცით რა კარგი ლექტორი მყავდაო?
მთელი დღები ხაზავდიო, ნახაზე მიუტანეო და მომიგდო ეს სასაშინელება გაგიკეთებიაო და მე აღმოჩნდა რომ ფულს ითხოვდაო ნიშანშიო და გამოცდელი სახით მიყურებ და ცინიკურად ამ დროს და მე ვთხარი ბატონო ჩემო ზუსტად მან ბრუნდებით მეთქი. ჩემთვის ნამდვილად არ ვკითხავ და ვიცი რომ არც არავისთვის არ ვკითხავ და ძალიან გულისყურით ვადევნებ ამას თვალს, იმიტომ რომ თვითონ ამ წრეს წარმოვადგენ და ძალიან მინდა რომ ჩვენგანაც გაიგონის რაც ჩვენ გვაინტერესებს. პარტია ამბობს რომ უნდა გაყიდოს უნივერსიტეტების შენობები. პარტია ამბობს რომ 100,000 ახალგაზრდით ნაკლები უნდა სწავლობდეს უმაღლესებში. პარტია ამბობს რომ დამსაქმებლებს სჭირდებათ ახალი მუშახელი. ხალხში რომ აწყოს ჩაყველი წარმოგიდგენია და ნახე რა სილამაზეა. მრავალფეროვანი და დამოუკიდებლად შექმნილი სახელმძღვანელოების ნაცვლად პარტია ერთ სახელმძღვანელოს გვთავაზობს და ცხადია, ამ სახელმძღვანელოსაც პარტია დაწერს. ოცნება ასე საგანმანათლებლო ცხოვრებაში პირდაპირი ცენზურით შემოდის და საგამომცემლო საქმესაც ანგრევს. უკვე აშენებულ, შეიძლება ხარვეზებით აშენებულ, მაგრამ აშენებულ შენობას ვანგრევთ და ვიწყებთ ნულიდან, ან უпростоრად მინუს რაღაც უსასრულობიდან, ხო? ანუ საითკენ მივექანებით. იმის მაგივრად რომ შევქნათ ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, ვარ წარსულზე და კონტროლზე ორიენტირებული, ეს რა საზოგადოება მე არ ვიცი. მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენთაგანს თითოეულ გუნდის წევრს, ლიდერს იმისთვის, რომ ეს ზრუნავს ქართულ ახალგაზრდებზე. კომიტეტს 24 საათიც არ სჭირდება და 3 მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ რეფორმა და ნაცვლად იმისა, რომ როგორც მზექალა შანიძე ამბობს, ნებისმიერი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს, აი ამ ადამიანებს ეყრდნობა. ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა განათლების სისტემაში. და კიდევ აი ამას პარტიის თავკაც ლექტორს, რომელსაც ერთი შეხედვით ყველა დასმულ კითხვაზე პასუხი აქვს, მაგრამ არც ერთი პასუხი რეალურად არ პასუხობს გამოწვევებს განათლების სფეროში. რა არ მოწონთ, ამასაც ვერ გეუბნებიან. არის ზოგადი საუბრები რაღაცებთან დაკავშირებით, უბრალოდ შინაარს ვერ გამოიტანა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაკულტეტი. გზადაგზად დაწერილი ტექსტები, შენივე დაწერილის უარყოფა, ერთი უნივერსიტეტის არჩევის უფლება ერთ აბიტურიენტს მოგვიანებით ეს განცხადება თურმე სიმართლეს არ შეესაბამება. მე შევაშ დავშtildeება რომ განათლების სამინისტროს თანამშრომლები, ვინც ლაპარაკობს ამ თემაზე, მათ შორის მინისტრის მოადგილე მინისტრი და ასევე პარლამენტარები საერთოდ წარმოადგენენ არ აქვთ რა არის დაგეგმილი. ანუ მათაც კი არავინ არ უთანხმებს, სინამდვილეში რა უნდა გაკეთდეს. აქვე მეტი სიცხადისთვის გაჩვენებთ მინისტრთა კაბინეტის იმ წევრებს, რომლებსაც რეფორმა ძალიან მოსწონთ და მაინც მათი შვილები საჯარო სკოლების ნაცვლად კერძო სკოლებში სწავლობენ. სიმბოლურად და მოულოდნელად გელათის განადგურებული მონასტრის კადრებით დავამთავროთ ეს რეპორტაჟი, რადგან მარიამ ლაშქრის თქმის არ იყოს, იყალთოსა და გელათის აკადემიის ქვეყნიდან ვართ, სადაც ჩვენს თვალწინ პარტიას გელათის მონასტერი თავზე დაენგრა, ისე როგორც ახლა განათლებასაც ანადგურებს.